თემურ ჯანაშიამ დღეს დეტალურად ისაუბრა საქმეზე, რომელიც უკვე 11 წელია მის და ასევე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ჯანაშიამ ელოდება, რომ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ყველაფრის მიუხედავად გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს მის და ასევე მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რადგან როგორც თავად ამბობს, ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. მან გაიხსენა წლების წინ მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი და თქვა, რომ ის ასრულებდა საქართველოს იმჟამინდელი უმაღლესი მთავარსარდლის მიერ გაცემულ დავალებებს, სანაცვლოდ კი მიიღო ყადაღა არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მასთან კავშირში მყოფი პირების ძველ ქონებებზეც. ჩვენ შევძლებთ, მე შევძლებთ, შემოგვიდეთ ერთად, მომდევნო ეს სასამართლო შევძლებთ ის ნორმალურად იმით, რომ დღეს ყოველ ქალაქთან გაიგო სიმართლე და მე არ ვარ პესიმისტი, თუმცა დარწმუნებულია, რომ საბოლოოში სასამართლო ხელმძღვანელობს უგანაწყვეტილებას და მე შემოქმედებას ამუშავებს. მაგარი პრეზიდენტი, რომელიც თავისი პოლიტიკური მოსაზრებით იქნება თუ სხვა მოსაზრებით გამოცემს ლეგიტიმურ განკარგულებებს, რომელიც არის საუბედურო შესასრულებელი, პრეზიდენტი, რომელიც არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, გამოცემს განკარგულებებს, განკარგულების მიღება აბსოლუტურად ლეგალურია, მუშაობს სახელმწიფოდაც სპეციალურ სამსახურში დაარსებიდან აქტიურად სულ ციგნაგი ჩემი ხორცული და მე პრეზიდენტის ხელისგან მას სახელმწიფო ჟილვარი მიცემ. ერთი ტერაქტის შემდეგ პედროჩი მოგვაძზე და მე სასახურის დამთავრების შემდეგ როცა გამარჯვება მიხეილ სააკაშვილმა უმაღლესი პედრო ჟილვარი. მე მიხეილ სააკაშვილის მომენტო მომცა საშუალება იმისი, რომ მეზრუნა ჩემს სამსახურზე, მეზრუნა ჩემპიონატში შემოქმედებაზე, რაც შეეხება ყადაღებს. 11 წლის განმავლობაში აბსოლუტურად აუცილებელი. ჩემი ყადაღები აბსოლუტურად ყველა სამართლებრივ დაწესებულებას საქართველოში. ყადაღას არც ეწევა ძალიან უცნაურად არ ეწევა თქვა. რამდენი მილიონს მოდავებოდა სახელმწიფო ეწევა იყო ჩვენი ვადო ყადაღა, რომელიც ხელმა ისაუბრა თავის ბებიის მანქანაზე, მეც რომელი 86 წელს აშენებული სახლი ჩემთან დაკავშირებული პირში და შუაში ჩემს დამუშავდა. 11 წლიანი განხილვების შემდეგ საბოლოო სხდომაზე ბოლო სიტყვით გამოსვლისას თემურ ჯანაშიამ გაიხსენა ეპიზოდით, როდესაც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მას დასჭირდა სამედიცინო დახმარება, რომლის ჩატარებაც საქართველოში იყო შეუძლებელი, ამიტომ მოხდა მისი გადაყვანა საზღვარგარეთ და ეს ხარჯიც გასწია სახელმწიფომ, თუმცა მთელი ეს ხარჯიც, რაც გაიღო სახელმწიფომ, ახლა მას საქმეში მტკიცებულებად აქვს წარმოდგენილი. წელში ჯანმრთელობაზე შექმნილი პრობლემის გამო მოსაუბრად მოხდა ესე, რომ დაავადება, რომელიც საქართველოში იმ პერიოდის მედიცინა აბსოლუტურად უზრუნველყოფილი იყო და მედიცინა საზღვარგარეთ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმების მოძებნა თავისთავად ახლა ეს ისეთ საკითხი იყო, რომ დაცვის სპეციალურ სამსახურის უფროსის ჯანმრთელობაზე ელაპარაკე და ჩავარდება მიხეილ სააკაშვილი საქმის კურსში. ისიც დაეხმარა მარტო მატერიალურ დახმარებაზე არ იყო, რომელიც განკარგულება ჩვეულებრივად გაიარა მუშაობის საბჭო დაეწერა ჩემს დროულს იმ პერიოდში მე ამუშავებდი. ექიმებთან დავდივარდი და ამორთავდი სამსახურს. საბოლოოში გამოიყო თანხა, ეს თანხა იყო სამსახურის ასე ვთქვათ ასიგნებებიდან, ეს დაბადებით ასიგნებებიდან აღებული თანხა. შესაბამისი მკურნალობის შემდეგ უკვე რაღაც პერიოდის შემდეგ
ჩავდექი მწორში. რა შეეხება ახლა საბუთის მესენი განსამორებული პატრონის მოძებნების ნებად დაჩვენოთ მე და ხას სულაზის გასაგები იყოს ახალი დოკუმენტი დაგმონილი დიაგნოზის შემდგომ პროცესზე უნდა გახდეს ცნობილი მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განაჩენი ამ საქმეზე. საქმის პროკურორი ამბობს, რომ მათ ხელშია ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის და თემურ ჯანაშიას ბრალეულობას. ამიტომ სახელმწიფო ბრალდებას აქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი მათ სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას და ბრალდებულებს გაამტყუნებს. დასრულდა სასამართლო გამოძიება ბრალდებულების მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ. ბრალდების ხარის მიერ სასამართლოს ხდომაზე წარდგენილი იქნა ერთობლივი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებენ ბრალდებას. ბრალდების მხარეს აქვს გონივრული მოლოდინი იმისა, რომ დადგება გამომტყუნებელი განაჩენი. ჩვენ წარვადგინეთ მოწმეთა ჩვენებები, დოკუმენტური მტკიცებულებები, პატაკებისა და ზუსტად არის აღწერილი ყველა ის დანახარჯი, რაც ბრალდებულების მიერ არამიზნობრივად გაიხარჯა 2009-2013 წელში. რაც შეეხება ბრალდებულების საბოლოო სიტყვას, ნამდვილად ბრალდების ხარეს ვერ მოისმინა ერთ ერთი გამამართლებელი არგუმენტი, რომელიც სასამართლომ შეიძლება საფუძვლად დაუძოს გამამართლებელ განაჩენს. ეს არის მორიგი სპექტაკლი ივანიშვილის მიერ მართული სასამართლო კლანის მონაწილეობით, რომელიც იღებს არაერთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ასრულებს არაერთ პოლიტიკურ დაკვეთას და ამით ებრძვის ადამიანებს, რომლებიც თავად იბრძოდნენ და იბრძვიან ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, თავისუფლებისთვის, მაგრამ მათ მხარეს არის მთავარი და ეს არის სიმართლე. ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრების პროცესებზე, რომლებიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ახლა, პრეზიდენტმა სააკაშვილმაც სწორედ ეს თქვა, რომ მისთვის მთავარია მისი სიმართლე, საქართველოს სიმართლე და იმ ადამიანების სიმართლე, რომლებმაც გააგრძელეს ამ დროშის ტარება, რასაც ქვია დამოუკიდებელი ძლიერი ქართული სახელმწიფოს იდეა. მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავებიან მუხლი, რომლითაც გამოძიება მიდის 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საინტერესოა ერთი გარემოებაც, რომ ადვოკატებს აქვთ მოლოდინი, ასეთი მოლოდინი არსებობს, რომ შესაძლოა მოსამართლემ ეს მუხლი გადააკვალიფიციროს და სასჯელის სახით ჯარიმა დააწესოს. ამიტომ არის საინტერესო საბოლოოდ რას გადაწყვეტს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი, რომელმაც მოითხოვა რამდენიმე დღე განაჩენის გამოცხადებამდე. აქ საგულისხმოა ერთი დეტალი, რომ ამ საქმეზე ვერ გავრცელდება ხანდაზმულობის ვადა, რადგან როგორც ადვოკატები ამბობენ, ამ საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო.